რკინიგზა დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო, სწრაფ და ეკომეგობრულ ტრანსპორტად ითვლება. თანამედროვე გადაადგილების სისტემაში მას ამ კუთხით პრაქტიკულად კონკურენტი არ ჰყავს, თუმცა საქართველოში ხშირად სრულიად საპირისპირო სურათს ვხედავთ. როგორ მოვახერხეთ, რომ ტრანსპორტის ყველაზე უსაფრთხო სახეობა ზოგიერთ ადგილას ჩვენთან საფრთხედ ვაქციეთ? პასუხი ინფრასტრუქტურის დაუგეგმაობაში, დაუცველ ღია მონაკვეთებში, შეუღობავ ლიანდაგებში, უწყვეტი გადასარეკი ტრასების არარსებობასა და სოფლებთან შეუსაბამო გარემოში უნდა ვეძებოთ. სპეციალისტების შეფასებით, როცა რკინიგზა მოსახლეობას და პირუტყვს დაუცველად ეჯახება ერთ სივრცეში, პრობლემა უკვე ტექნიკურ სისტემაში კი არ არის, დაგეგმვასა და პასუხისმგებლობაშია. ცოტა ხნის წინ მარნეულის მუნიციპალიტეტში რკინიგზის ხაზზე გადასვლისას მატარებელი დაახლოებით 40 სულ ცხვარს დაეჯახა. სამართლებრივი პასუხისმგებლობა მეხრეს დაეკისრა და ის დაჯარიმდა. ცალკე ის ფინანსური დანაკარგი, რაც მეცხვარემ პირუტყვის როგორც შემოსავლის წყაროს დაკარგვით მიიღო. ცხადია, თუ ცხოველები სპეციალურად მოწყობილ და უსაფრთხო გადასასვლელზე არ გადაჰყავთ, ეს დაუდევრობაა და გაუფრთხილებლობა. მაგრამ პრობლემა მრავალმხრივია და ერთ ადამიანზე პასუხისმგებლობის დაკისრებით არ უნდა დასრულდეს. საკითხავია, რა მდგომარეობაშია დღეს გადასარეკი ტრასები, რამდენად ხელმისაწვდომია ისინი და საერთოდ არსებობს თუ არა უწყვეტი მარშრუტები, რომლითაც მეცხვარეებმა ფარა უსაფრთხოდ უნდა გადაიყვანონ. მეცხვარე ფერმერები გვეუბნებიან, რომ ასეთი ტრასების ნაწილი წლების განმავლობაში კერძო საკუთრებაში მოექცა, ან ისე შეიცვალა მიწათსარგებლობის რეჟიმი, რომ ტრადიციული გადაადგილების გზა ფაქტობრივად დაიკარგა. ამიტომ ხშირად იძულებულნი არიან ალტერნატიული, მოუწყობელი და სახიფათო გზებით ისარგებლონ, რაც ზრდის როგორც ავარიის, ისე ეკონომიკური ზარალის რისკს. იგივე პრობლემები საძოვრებსაც ეხება. მსგავსი გამოწვევებია თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. მარნეულში რკინიგზაზე ცხვრის დახოცვა დიდი სისტემური პრობლემის სიმპტომია. მიწის მართვის, საძოვრების პოლიტიკის, გადასარეკი ტრასების დაკარგვის და ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების შეზღუდვის. საქართველოში დიდი მეურნეობები მცირეა, სწორედ ასეთი შინამეურნეობებისგან შედგება უფრო ასეთი ნახირები იქნება თუ რაღაცა ცხვრის ფარა თუ არ შემდეგ და ამ ადამიანებმა რა მნიშვნელობა აქვს იმას მეხრე ეყოლება თუ არ ეყოლება, სადღაც ხო უნდა წაიყვანონ, სადღაც რო წაიყვანონ გზა ხო უნდა იყოს უსაფრთხო. ამაზე პასუხისმგებლობა ხომ ვიღაცამ უნდა აიღოს. მუნიციპალიტეტი ვერ იღებს და ეუბნება მოსახლეობას, რომ იცი რა, ეგ ჩემი ტერიტორია არა, იცი რა, სახელმწიფომ გაიყვანა და აბა მე რა ვქნა უძლური ვარ. სახელმწიფო იძახის, რომ მე ჩემი ინტერესი მაქვს, თქმულოდ დასარალებული რჩება ხოლმე მოსახლეობა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი პირველი ფუნქციები იყოს სწორად გამიჯნული, ხო? ქონება იყოს სწორად გამიჯნული. და შესაბამისად პასუხისმგებლობებიც მერე გადანაწილდება უფრო სწორად. ვერც სახელმწიფო ვეღარ შევა მუნიციპალურ ტერიტორიაზე, აი ასე შლიგინით და რაც დაჭირდება და რაც თავში მოუვა უცებ აზრად, იმას ვერ გააკეთებს და ანგარიშვალდებული იქნება მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის შესაბამისად წინაშე და ვერც მუნიციპალიტეტი ვეღარ იქნება იმ მდგომარეობაში, როცა მხოლოდ ხელს გაიშვერს რომელიმე სხვა უწყების მიმართ და ამით ერთ მხრივ პასუხისმგებლობასაც მოახსნით და მეორე მხრივ მართლა შეიძლება ვერც კი მოახერხოს რაღაცა პრობლემის გადასვა და რაც არ უნდა კარგი ადგილობრივი ხელისუფლება იყოს და მართლა გულით უნდოდეს ადამიანების დახმარება. ასეთი სისტემა გაქვს შემოწყობილი. სწორედ ამიტომ არ მომწონდა აი როცა დაიწყო ეს საძოვრების მართვის ახალი პროგრამის განხორციელება, სწორედ ამიტომ არ მომწონდა, რომ არავინ არ იფიქრა იქ ადგილობრივ საკითხზე და ამით ერთია რომ მუნიციპალიტეტს ფინანსები აკლდება, შემოსავალი აკლდება და მეორეა რომ ადამიანებს პრობლემები არ უგვარდებათ და არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ დიდი მეურნეობები. პირიქით, ჩვენ გვაქვს ბევრი მცირე შინამეურნეობა, რომელზეც დგას ადამიანის შემოსავალი. და ამ ადამიანმა უნდა ირჩინოს ამით თავი. ზოგჯერ ერთადერთი სარჩო სწორედ აქედან შემოდის და ამ ადამიანებს უნდა შეუწყოთ ხელი და გზა ხან მატარებელს არ უნდა გაქონდეს და ხან რა ქვია, ტრასაზე არ უნდა ავტობანზე არ უნდა ვხედავდეთ იმას ძროხებს, იმის გამო რომ საძოვარი არ აქვს.
სარკინიგზო უსაფრთხოების სტანდარტები, უსაფრთხო გადასასვლელები, დამცავი ღობეები, საცხოვრებელი ზონებისგან სათანადო იზოლირება. პრობლემაა არა მხოლოდ ძველ ინფრასტრუქტურაზე, არამედ ახალ პროექტებშიც. მაგალითად, ხარაგაულის შემთხვევაც გამოდგება, სადაც ახალი სარკინიგზო ხაზის ღია მონაკვეთებთან ადგილობრივები სწორედ უსაფრთხოების, იზოლაციის და ყოველდღიური ცხოვრების გაუარესებაზე საუბრობენ. კარგი იქნება თუ ამ სოფელში გამავალ მონაკვეთს, ესე უხეშად რო შეღობა რა რამე ყოფეს აუკეთებენ რომ საფონელი და პრინცესი არ გადავიდეს და ხალხი არ დაზარალოს. შუაგულ სოფელში რო იქნა რა დაჭრილია სოფელი შუაზე ჩათვალე ლიანდაგით და ორივე მხარეს საფრთხეს უქმნის პირობს. ალბათ პრინცესი საფონელი მისეულია ბალაში ვამოწ კაპირებზე და სანამ ზიანი და სანამ ზარალი და რამე უბედურება მოხდება, ჯობია რომ შეიღოს ხალხისთვისაც კარგია და პირობს პრობლემებია უთაფქოება შეექმნება. ხალხისთვის არაფერი არ უწევს, მაგრამ ეს და როგორც თანამედროვე რკინიგზა და რეაბილიტაცია ხდება, ალბათ სტანდარტებში უნდა რომ მაგის შეფუთვა რომ ხმაური არ გამოიწვიოს მოსახლეობაში ძალიან დიდი ხმაურია და ალბათ შეღობაც ჩადებული იქნებოდა პროექტი, რა თქმა უნდა. მე ჩემი თვალით არავის არ უნაშია ეს პროექტი მოსახლეობას, მაგრამ რომელიც საუკუნეში რამე კეთდება და მოდერნიზება მიდის, დიდი ალბათობით უნდა ყოფილიყო ჩადებული პროექტი, რომ ეს შეფუთულიყო, ხმაური არ გამოიწვია და დასული ყოფილიყო, რა ჩემი აზრით ეგ იქნებოდა ალბათ. მაგრამ ჩემი აზრით არა. შეღობილია და ხმაურსაც დიციცებს. პასუხი ესეთი გამჩეს, რომ უნდა შემოიღოთ ნახირი პირიქით რკინიგზაზე რომ ისა რა ქვია პირუტყვი თქვენ თვითონ დაჯარიმდებით და ადგილობრივმა მმართველობმაც ასე გითხრათ და ყველგან ახლა ხო არის დაბლა სახანძილია ხარაგაულია ის არის და ჩვენ ასე უდგივართო სულაო და მოგვაქვს ნახირი შემოღებული შემორაგო სამხელა იმასო და ყველა თანხმდება, რომ ახალი პროექტი ადგილობრივებს უნდა უმარტივებდეს ცხოვრებას, ზრდიდეს უსაფრთხოებას და აუმჯობესებდეს გარემოს. თანამედროვე რკინიგზა ისე უნდა შენდებოდეს, რომ მოსახლეობას ხმაურითაც კი არ უნდა აწუხებდეს. აღარაფერს ვამბობთ მატერიალურ ზარალსა და მუდმივ საფრთხეზე. ხარაგაულში მოლითის ტერიტორიაზე არსებობს ესეთი სოფელი დეისი, სადაც სისტემატურად მოძრაობდა ხალხი და ჩემი ბავშვობის მერე დაახლოებით 8 ადამიანია დაღუპული კონკრეტულად სულ 9 კილომეტრიან მონაკვეთზე. ესეთი რამე თითქმის წელიწადში 2-3 გაგვიგონია სადღაც რომ ადამიანები დაიღუპნენ. ეხლა რაც შეეხება თვითონ კონკრეტულად ზვარის ტერიტორიას, სადაც ამ ახალმა მაგისტრალმა გაიარა და ეს არ ეხება გვირავებს, ეხება ესტაკადებით არის გატარებული, რომელ ესტაკადაზეც ესე იგი თავისუფლად ხდება ამ პირუტყვის შესვლა. მოსახლეობის საქონელი, ღორი, ყველაფერი აი ეს და თვითონ ახლა მოსახლეობამაც აღნიშნა რამოდენიმეჯერ ჩემთან საუბარშიც თქვეს, რომ ეს პრობლემა შეექმნათ დაეღუპათ საქონელი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია თვითონ რკინიგზისთვის და თვითონ რკინიგზის უსაფრთხოებისთვის ეს საქონელი დაუშვათ, რომელიც რკინიგზაზე მატარებელს წინ გადაუდგება, არ არის გამორიცხული ჩააგდოს მატარებელი და ეხა ჩაგდება, როდესაც გაშლილ მინდორზე ჩავარდება მატარებელი და ხშირად მომხდარა ეს ჩვეულებრივად გადავალიანდაგებიდან და თუ ძალიან დიდი სიჩქარით არ მიდის, გაჩერდება და რაღაც მოხდება. ეხა ესტაკადაზე ლიანდაგიდან გადასვლა 60 მეტრ სიმაღლეზე გადის მატარებელი. იქ რას გამოიწვევს ხო ხდებით და თუ ეს და ახლა ხმის დამცავი და ჩამხშობის სისტემები არ აქვს, ელემენტარულია სულ რაღაც იქ 300 თუ 400 მეტრზეა საუბარი, რომ შეიღობოს. ხო თვითონ ესტაკადაზე ხო ვერავა იქ ცხოველები, არ არის რაღაც ადგილები, საიდანაც შედის და მე შეუძლია მთელ სიგრძეზე გაყვეს და იაროს ამ ესტაკადაზე. ამიტომ ახლა ეს ძალიან დიდი პრობლემა არ არის აღმოსაფხრელად, ესე რომ პრობლემა არის ზოგადად დიდი, მაგრამ აღმოსაფხრელად არაფერი პრობლემა არ არის. ეგ რა მე მიკვირს უბრალოდ თუნდაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ რატო არ დააყენა ეგ საკითხი, ალბათ მოსახლეობამ არ მიმართლა სიმართლე რო გითხრათ რა თქმა უნდა. ეგ ეხლა არ მგონია მე რომ დაუშვათ ხარაგაულის მერისთვის კობალ უსმანაში ეგ პრობლემა ყოფილიყო 200-300 მეტრი ეს რკინიგზის შეღობა და ის არის მაღალმთიანი სოფელი, იქ არა მარტო ადამიანის შინაური ცხოველი გადმოდის. მოლითის რკინიგზის სადგურზე 3 წლის წინ დათვი შევიდა. ჩვეულებრივ სადგურის შენობასთან მივიდა დათვი პირდაპირ და ეხლა მან დათვს ვინ გააკონტროლებს მან და ვის უნდა დაუწერონ ჯარიმა. გელი და დათვი და ტურა უამრავი დადის იქ რკინიგზაზე. აი ფეხით გავიაროთ ეხლა ღამე, მაგალითად ზვარიდან ჩავიდეთ ხარაგაულამდე
და რამდენი ტურა შეგხვდება რკინიგზაზე და გადაიგვენს, ნახეთ ადგილობრივ თვითმმართველობაში საკითხზე განსხვავებული პოზიციებია. რამდენიმე სოფლის წარმომადგენლის თქმით, რკინიგზას წერილობით უკვე მიმართეს, თუმცა ოპტიმისტური მოლოდინი ნაკლებია. ნაწილის ინფორმაციით, ხარაგაულის მერია ცდილობს ადგილობრივი ბიუჯეტით მოიძებნოს გამოსავალი, თუმცა ვადები ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის. სხვები კი ღიად ამბობენ, რომ რკინიგზის სრულად შემოღობა იმდენად კაპიტალტევადია, რომ ამ ეტაპზე ამის იმედი არავის უნდა ჰქონდეს. მოგმართესაგენ ადგილობრივ ადმინისტრაციას, აუხსენეთ რომ მეცნობრივი განცხადება შეედგინათ, დავეხმარეთ ტექსტის შედგენაში და მოაწერეს ხელი მოქალაქეებმა, ვისაც ასეთ პრობლემა აქვს და არის განხილება, განხილვის ეტაპია ეს ამბავი. დაახლოებით 20 მოქალაქე აწერდა ხელს. ადგილობრივი იმით ვაპირეთ, რა ქვია, მერიდა რომ დავაფინანსოთ და შემოღობას. ამჟამად ეს დაძრულია საქმე და მე დეპუტატი ვარ და ჩემი პირუტყვით იგივე დღეშია, რაც ჩემი მეზობლებისა და ჩემი სოფლელებისა და ყველას არ გარიგებული მომართვა რკინიგზით 800 მეტრით ახლოს რკინიგზასთან საქონელი არ უნდა მიუშვა 100 მეტრით. შენ კარგად აიგე მაგ ხალხმა და ახლა ძალის თუგინა თავი მაშინები გზადეც მოკდები ტრასაზე, აბა ახლა მანქანამ რომ მოკლას საქონელს უნდა მოუდგეს, საქონელი არ მოიყოს გაშვებული. ასე გაგრძელებულია და ვერანაირად ვერ იზავე ქალბატონო, რანაირ საუკუნეც არ მომოვიდეს. ნორმალურ ქვეყანაში უნდა არსებობდეს უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკა. სად არის აუცილებელი ღობე, სად საჭიროა ცხოველებისთვის სპეციალური გადასასვლელი, სად უნდა აღდგეს გადასარეკი ტრასები და სად არის საჭირო მოსახლეობის მხარდაჭერა. როდესაც ახალი ინფრასტრუქტურა შენდება, პარალელურად უნდა იგეგმებოდეს მისი გავლენა სოფლებზე, მოსახლეობასა და სოფლის მეურნეობაზე. რკინიგზის უსაფრთხო ოპერირება მხოლოდ ლიანდაგის გამართულობა ან მატარებლის მოძრაობის კონტროლი არ არის. ეს მრავალშრიანი სისტემური რისკის მართვის პროცესია. სწორედ ამას უსვამენ ხაზს სფეროს სპეციალისტები, რომლებიც ამბობენ, რომ თანამედროვე სარკინიგზო უსაფრთხოება მხოლოდ საინჟინრო ამოცანად ვერ განეხილება. ის მოიცავს ინფრასტრუქტურას, გარემოს, მოსახლეობის ქცევას, ცხოველთა გადაადგილებას, ადგილობრივ რეალობასა და უწყებებს შორის координაციას. რკინიგზის სპეციალისტის განმარტებით, საქართველოში მოქმედი სარკინიგზო ქსელი, სადაც მაქსიმალური დასაშვების სიჩქარე დაახლოებით 120 კმ/სთ-ია, კლასიფიცირდება როგორც შედარებით დაბალ სიჩქარიან რკინიგზად. შესაბამისად, მოქმედი ნორმებით მისი მთლიანი შეღობვა კანონით სავალდებულო არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მაღალი რისკის მონაკვეთები დაუცველი უნდა დარჩეს. პირიქით, სწორედ იდენტიფიცირებულ კრიტიკულ ზონებშია საჭირო ღობეები, უსაფრთხო გადასასვლელები, გამაფრთხილებელი სისტემები, განათება და სხვა პრევენციული ზომები. სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ მსგავსი პრობლემების მოგვარება მხოლოდ ერთი უწყების ძალებით შეუძლებელია. აქ პასუხისმგებლობა ნაწილდება საქართველოს რკინიგზაზე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სხვა ჩართულ სტრუქტურებზე. საქართველოს რკინიგზაში რა ინფრასტრუქტურაც არის, ეს ითვლება დაბალსიჩქარიან, მოკლედ, ჩვეულებრივ სარკინიგზო მაგისტრალად. ანუ მაქსიმალური დასაშვების სიჩქარე საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე შეადგენს 120 კმ/სთ. ეს არის მაქსიმალური დასაშვების სიჩქარე. თუმცა ცალკეულ მონაკვეთებზე დადგენილი არის დიფერენცირებული სიჩქარები, რომლებიც შეიძლება იყოს 25 კმ/სთ, 50 კმ/სთ, 70 კმ/სთ და 80 კმ/სთ. ცალსახად ის, რომ დაპროექტების მითითებების თანახმად აღნიშნული რკინიგზა მოითხოვს სრულად შემოღობას, ეგეთი მითითება არ არსებობს არც ერთ ნორმატიულ დოკუმენტაციაში. ეს მინდა ინფრასტრუქტურასთან ნაწილში. თუმცა ეს იმას არ გამორიცხავს, რომ დაიდენტიფიცირდეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი წერტილები და იქ განხორციელდეს შემოღება. მეორე საკითხია ცალსახად ეს რამდენად ითვლება მარტო საქართველოს რკინიგზის ფუნქციად. ჩემი შეფასებით ეს არ არის მარტო საქართველოს რკინიგზის შესასრულებელი ამოცანა და აუცილებლად უნდა შედგეს მნიშვნელოვან სახელმწიფო დონეზე, მათ შორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჩართულობით, საგზაო ინფრასტრუქტურის მფლობელებთან ერთად, საგზაო ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საგზაო დეპარტამენტი, შსს და ასე შემდეგ და მოკლედ განისაზღვროს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ადგილები. აი ამისთვის არის ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ადგილების იდენტიფიცირება და სახელმწიფოს მხრიდან ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა და მათ შორის თუ ჩაითვლება, რომ აქ უნდა აშენდეს არ ვიცი, მოკლედ შემოღობა უნდა განხორციელდეს ამ რკინიგზის მონაკვეთის, გასაკეთებელია, ბუნებრივია რა. ბუნებრივია. უნდა შედგეს
მაღალი დონის სამუშაო ჯგუფი, ჩემი რეკომენდაციით, სადაც ჩართული იქნება ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელი, მარეგულირებელი სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო, შესაბამისი სამინისტროებიდან, შესუსტიდან ინფრასტრუქტურის სამინისტროდან განისაზღვროს კრიტიკული ადგილები, ანუ ერთია გვინდა რაღაცის გაკეთება და მეორე ტექნიკურად შეფასდეს ეს რამდენად სწორი არის. კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხი არსებობს, ანუ არსებობს მაგალითად საქართველოს რკინიგზაში ცხელი ხაზით, სადაც შეუძლია დარეკოს მოქალაქეებმა და თხოვონ ესეთი საკითხი. შეუძლია საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციას მიმართოს მაგალითად წერილით, შეუძლია მუნიციპალიტეტს მიმართოს, მუნიციპალიტეტმა ითანამშრომლოს და ასე შემდეგ. სარკინიგზო საკითხების ექსპერტის განმარტებით, უსაფრთხოება მხოლოდ ღობეებითა და ინფრასტრუქტურული გადაწყვეტებით არ შემოიფარგლება. არანაკლებ მნიშვნელოვანია მოქალაქეების დროული და მკაფიო ინფორმირება იმის შესახებ, თუ სად მდებარეობს კანონიერად მოწყობილი გადასასვლელები და როგორ უნდა ისარგებლონ მათით. ამისთვის აუცილებელია შესაბამისი საგზაო ნიშნებიც, გამაფრთხილებელი მანიშნებლები, ხილული მონიშნები და ნავიგაცია, რათა ადამიანმა უსაფრთხო მარშრუტი მარტივად დაინახოს და არ აირჩიოს თვითნებური სახიფათო გზა. სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე არაავტორიზირებული წვდომა, მოკლედ, რომელიც არ არის განკუთვნილი მესამე პირებისათვის, ანუ არ გულისხმობ გზავრობის სრულ ადამიანებს, რომლებიც სამგზავრო ბაქაზე ხვდებიან. არამედ ლიანდაგზე და ასე შემდეგ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. არსებობს სარკინიგზო გადასასვლელები და საქართველოს რკინიგზაზე ამ კუთხით არსებობს ორი კატეგორიის სარკინიგზო გადასასვლელი. ეს არის რეგულირებადი გადასასვლელები და არარეგულირებადი გადასასვლელები, ანუ არადაცული გადასასვლელები. რეგულირებადი გადასასვლელები აღჭურვილი არის შესაბამისი სიგნალიზაციით, აყენია მორიგე ოპერატორი, მოკლედ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ესაა მნიშვნელოვანი და ალბათ სახელმწიფოს ფუნქციას პირველად ნაწილში მე ამას ვხედავ, რომ ცნობიერების ამაღლება სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან გადაკვეთის და ასე შემდეგ. შეიძლება თეორიულად ავიღოთ იმ მეხრემ თქვენ რაც ახსენეთ, საერთოდ არ იცოდა რომ 2 კილომეტრში ან კილომეტრნახევარში იყოს სარკინიგზო გადასასვლელი. ბუნებრივია ცნობიერების ამაღლება, როგორც სხვადასხვა მიმართულებით ხოცდება, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ინფორმაციით აღჭურვილი ადამიანი უფრო ნაკლებად ექცევა რაღაც საფრთხეების ქვეშ, მარტივად რო ავიღოთ. გარდა ოფიციალურად საქართველოს რკინიგზაზე არსებული სარკინიგზო გადასასვლელებისა, როგორც არის ძირითად მაგისტრალზე, ეს არის დაცული გადასასვლელები და დაუცველი გადასასვლელები, აგრეთვე მოსახლეობა თვითნებურად, როდესაც სახლის წინ არის რკინიგზა გაყვანილი, ეს დასავლეთ რეგიონშიც და აღმოსავლეთშიც ახდენს გადაადგილებას და ეს არის ყოვლად, როგორ გითხრათ, დაუშვებელი რა, იმიტომ რომ ხშირად აი ჩვენც რო გავაანალიზოთ შემთხვევები არა მარტო საქართველოს რკინიგზაზე, არამედ აი მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, აბსოლუტური უმრავლესი შემთხვევები არის ადამიანური ფაქტორის მიერ დაშვებული. მატარებელი არის თუ არ არის ლიანდაგზე სიარული და მისთვის განკუთვნილი გადაკვეთის ადგილების გარეშე თვითნებურად სადმე გადაკვეთა, ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რა. ბუნებრივია მატარებელს არ შეუძლია მანქანასავით რული აიღოს, საჭე აიღოს ვიღაცამ ბოდიშით რაღაც წამომწდეს რუსulis საჭე აიღოს ვიღაცამ და გადაუხვიოს, აქეთ გადმოუხვიოს. აი რო ავიღოთ ერთი მომენტიც მიდათ. ნახეთ, მატარებელს აქვს სამუხრუჭო მანძილი, აი დაინახა მე მანქანემ ვიღაც ადამიანი იმყოფება ლიანდაგში. დაინახა. ეს ვერ გაჩერდება ეს მატარებელი ვერც 10 მეტრში, ვერც 20 მეტრში და ვერც 30 მეტრში, ანუ სამუხრუჭო მანძილი შეიძლება შეადგენდეს 400 მეტრს, 350 მეტრს, 500 მეტრს და ასე შემდეგ. ეს დამოკიდებულია მატარებლის მასაზე, პროფილზე, სველია ლიანდაგი თუ არ არის და ამიტომ ბუნებრივად ჩდება და მთელ სოფლიოში ესე არის, რომ არაავტორიზებული მომხმარებლები არ უნდა დაიშვას ინფრასტრუქტურაზე. სარკინიგზო საკითხების ექსპერტის განმარტებით, ევროპაში უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი გულისხმობს იმას, რომ რკინიგზისა და საავტომობილო თუ საფეხმავლო მოძრაობის ერთ დონეზე გადაკვეთა მაქსიმალურად შეიზღუდოს, შემცირდეს. პრიორიტეტი ენიჭება ხიდებს, გვირაბებს და მრავალდონიან კვანძებს. იქ, სადაც ასეთი ინფრასტრუქტურული გადაწყვეტა ტექნიკურად ან ფიზიკურად ვერ ხერხდება, განსაკუთრებით ჩქაროსნულ სარკინიგზო ხაზებზე, მონაკვეთები სავალდებულოდ იზოლირდება და შემოღობილია. რათა ლიანდაგზე შემთხვევითი მოხვედრის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს. ყველაზე კრიტიკულად ითვლება სარკინიგზო გადასასვლელები, როდესაც ერთ დონეზე ხდება გადაკვეთა. აქედან გამომდინარე, აი დაახლოებით სტატისტიკა რო ავიღოთ, სარკინიგზო ინციდენტების 30% ხდება ამ სარკინიგზო გადასასვლელებზე, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ თლიან საგზაო მოძრაობაში, როგორც საავტომობილო, ასე სარკინიგზო,
სარკინიგზოზე მომხდარი ინციდენტები 1%-ს არ აღებატება მთლიან სტატისტიკაში. ანუ ეს მინდა რომ მკვეთრად ითქვას. და პირველ რიგში და როგორ მიდის მაგალითად ევროპული რკინიგზები, რომ მაქსიმალურად მინიმიზაციას ახდენენ ერთ დონეზე გადაკვეთების და იყენებენ გზაგამტარებს და ასე შემდეგ. და სადაც ვერ ხორციელდება, მოკლედ ამ ერთ დონეზე გადაკვეთის აღმოფხვრა, იქ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მით უმეტეს ჩქაროსნულ გზებზე, რომ შეიღებოს ეს სარკინიგზო სისტემები. განსხვავებული სიტუაცია პოსტსაბჭოთა სივრცეში, თუმცა აქ მთლიანი ახლა მაგისტრალი, სადაც ჩქაროსნული მოძრაობა არის, იქ ბუნებრივია კრიტიკული წერტილებით შეღობილია, მაგრამ ჩვეულებრივ რკინიგზებს ვამბობ, ანუ დაბალსიჩქარიან რკინიგზებს, რომ 120 კმ/სთ-მდე მოძრაობის შემთხვევაში, აქ მთლიანი ინფრასტრუქტურის შეღობა არ ხორციელდება. საბოლოოდ რკინიგზის უსაფრთხოება მხოლოდ მატარებლის დროულ მოძრაობას არ ნიშნავს. ის ნიშნავს ისეთ სისტემას, სადაც წინასწარ იკვეთება საფრთხე. დროულად რეაგირებენ და მოქალაქეს, მძღოლს, მეხრეს თუ ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურ ცხოვრებაში დამატებითი რისკები არ ექმნება. სწორედ ასეთი მიდგომაა თანამედროვე სარკინიგზო მართვის სტანდარტი. რაც შეეხება სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს, რომელიც სარკინიგზო უსაფრთხოების ზედამხედველობასა და რეგულირებაზეა პასუხისმგებელი, სპეციალისტები მისი შექმნის ფაქტს ცალსახად დადებით ნაბიჯად აფასებენ. სააგენტო მუდმივად უნდა ახდენდეს ეგრეთ წოდებული შავი წერტილების, ანუ მაღალი რისკის მონაკვეთების იდენტიფიცირებას. ეს არის ადგილები, სადაც ხშირია ინციდენტები. ასეთი მონაკვეთები განსაკუთრებულ ყურადღებას და თანამედროვე უსაფრთხოების ზომების დანერგვას საჭიროებს. აქამდე თვითონ საქართველოს რკინიგზას ჰქონდა მარეგულირების ფუნქციები შეთავსებული, რომელიც შინაარსობრივად, ანუ ობიექტურობის პრინციპს არ ღვევდა. ბუნებრივია მოწყობილი ის იყო საქართველოს სარკინიგზო სექტორი. ამიტომ ევროკავშირის დირექტივების თანახმად 8 დირექტივის და რეგულაციის იმპლემენტაცია დაევალა საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით სარკინიგზო სექტორში და ერთ-ერთი იყო დამოუკიდებელი მარეგულირებული შექმნა. შექმნა სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო, SCP არის, რომელმაც აქტიურად დაიწყო მუშაობა იმპლემენტაციის ნაწილზეც ამ დირექტივების და მათ შორის სარკინიგზო უსაფრთხოების მიზნით. და ამ ხრივ გეტყვით, აი ნებისმიერი ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მფლობელი, ანუ მენეჯერს ჩვენ რასაც ვეძახით, ეს არის საქართველოს რკინიგზა, პორტი, ტერმინალი და ასე შემდეგ, ვალდებულია შეემუშავებინა უსაფრთხოების მართვის სისტემა, რომლის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს რისკების მართვა და წარედგინა სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოში სხვა დოკუმენტებთან ერთად და აეღო უსაფრთხოების ავტორიზაცია. საქართველოს რკინიგზაზე გაჟღერდა აი ბოლო დღეებში საქართველოს რკინიგზამ უკვე ეს უსაფრთხოების ავტორიზაცია მიიღო და სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ამავდროულად აქვს საზედამხედველო ფუნქცია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, ერთ-ერთი დოკუმენტური შეფასება და მეორეა პრაქტიკაში შეფასება და რომელსაც აქვს დიახ, რა თქმა უნდა, ბუნებრივია და მაგარი ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი თვითეული სარკინიგზო ინციდენტი, ახლა იქ სხვადასხვა კატეგორიებია, მაგრამ მოდით მოსახლეობისთვის გასაგები რომ იყოს. ვალდებულია ის ინფრასტრუქტურის მენეჯერი და სარკინიგზო საწარმო მოიკლიოს, შეტყობინება გააკეთოს დამდგარი ფაქტიდან მარეგულირებაში არა უგვიანეს 22 დღისა, მოკლედ მომხდარიდან და შემდგომ წარადგინოს მოკვლევის მასალებიც და ასე შემდეგ. სადაც სისტემა, ანუ მუდმივ გაუმჯობესებას უნდა ეფუძნებოდეს. თუმცა პროაქტიული და რეაქტიული მიდგომით მნიშვნელოვანი ნაწილი არის პრევენცია, რომ წინასწარ ჩვენ რაღაცები გავაკეთოთ, შევიმუშაოთ. სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ჩვენ კითხვებით მივმართეთ, როგორც წერილობით, ისე ზეპირსიტყვიერად, თუმცა უწყებამ პასუხის გასაცემად არც ერთი ფორმა არ ჩათვალა საჭიროდ. ამ დრომდე ვერ მივიღეთ ვერც განმარტება, ვერც პოზიცია და ვერც ელემენტარული უკავშირი იმ საკითხზე, რომლებიც პირდაპირ ეხება მოსახლეობის უსაფრთხოებას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გაგვერკვია, აქვს თუ არა იდენტიფიცირებული სააგენტოს მაღალი რისკის ეგრეთ წოდებული შავი წერტილები, სადაა ისინი და რამდენია, ასევე გვაინტერესებდა რა კონკრეტული გეგმა არსებობს ამ მონაკვეთებზე უსაფრთხოების გასაძლიერებლად და რატომ რჩებიან მოქალაქეები დაუცველები იქ, სადაც საფრთხე წლებია ცნობილია. როდესაც მოქალაქეების შეკითხვები უპასუხოდ რჩება, ეს უკვე მხოლოდ კომუნიკაციის ჩავარდნა აღარ არის, ეს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას გავს. მით უფრო მაშინ, როცა უწყება ფინანსდება ისევ მოქალაქეების მიერ შევსებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სანამ მუნიციპალიტეტები გააქტიურდებიან, მოქალაქეები ხელისუფლების მიმართ უფრო მომთხოვნები გახდებიან და რკინიგზაზე უსაფრთხოების სტანდარტები აიწევს, იქამდე ისევ ჩვენ უნდა ვიფრთხილოთ.